გურჯაანმა ველო შეჯიბრის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. მონაწილეობა სტარტი ღვინის კომპანია შატოზეგანიდან აიღეს და ლაგოდეხისკენ გაემართნენ. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 150-ზე მეტი პროფესიონალი ველომრბოლელი მონაწილეობდა. შეჯიბრის მიზანი იყო ველოტურიზმის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და ღვინის კულტურის პოპულარიზაცია სპორტული აქტივობის გზით. ველორბოლას გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი დაესწრნენ. საერთაშორისო ველორბოლა საქართველოში პირველად ჩატარდა. პროექტი შატოზეგაანის არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, სადაც ფაქტობრივად ერთმანეთს ერწყმის ისტორია, ტრადიცია და თანამედროვე მიდგომები. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ესე იგი კერძო ინიციატივით მხარს უჭერს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოვლენას. ეს არის ძალიან საინტერესო, როდესაც ღვინის ტრადიციული მარნები მხარს უჭერენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მხოლოდ ასე და ამგვარად არის შესაძლებელი, რომ ერთის მხრივ რეგიონისთვის საინტერესო პროექტები განვითარდეს, სოციალური პასუხისმგებლობა კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთილი იყოს და ზუსტად ასეთი სინთეზით არის შესაძლებელი, რომ როგორც რეგიონი, აგრეთვე ქვეყანა განვითარდეს. კახეთის რეგიონში იმართება შატოზეგაანის ველო შეჯიბრი. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობას იღებს 14 ქვეყნის 100-მდე მონაწილე. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონს როგორც სოფლიო ღვინის რუკაზე ჩვენს პოზიციონირებას და ასევე რა თქმა უნდა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. აღნიშნული ველო შეჯიბრები იმართება ისეთ ქვეყნებში როგორიც არის იტალია, ახალი ზელანდია, საფრანგეთი და რასაკვირველია ხელისშემწყობი ფაქტორია ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არის ეს შეჯიბრი, მხრივ რომ განვითარდეს ველო კულტურა როგორც სხვა ქვეყნებში არის და რა ვფიქრობ, რომ ყოველ წელს მინიმუმ 2 შეჯიბრი მაინც ჩატარდეს ესეთი დონის, რომ საქართველოში ველოსპორტი ავიდეს იმ დონეზე, როგორზეც ეკუთვნის.